გადაცემის პირველ ნაწილს ტურიზმზე და კას გრუპ ჰოლდინგზე საუბარს ვუთმობთ, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2016 წელს შემოვიდა და მას შემდეგ კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 200 მილიონ ლარს აჭარბებს. კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტი წალკის კანიონზე განხორციელებული კასლენდია, რომელიც სასტუმროს, კას დაიმონდ ჰოტელს, ვილა ჰაუსებს, შუშის ხიდს აერთიანებს. შეიძლება ითქვას, რომ კას გრუპმა დაშბაშის კანიონზე ტურისტული მარგალიტი შექმნა. უფრო ვრცლად კომპანიის პროექტებზე სიახლეებსა და გეგმებზე საუბარს ეკატერინე თოდრიასთან, კას გრუპ ჰოლდინგის გენერალურ მენეჯერთან ვაგრძელებთ. მოგესალმებით, ქალბატონო ეკატერინე, მადლობა თქვენი სტუმრობისთვის და თქვენი დროისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ვინეს იქამდე სანამ სხვა პროექტებზეც ვისაუბრებდეთ, ყველასათვის ცნობილი კასლენდი მინდა მიმოვიხილოთ. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტი მუდმივად განვითარების ეტაპზეა, მინდა ესე ვთქვათ განახლება გავაკეთოთ ამ დროისთვის, რა საერთიანებს ის სივრცე, ინფრასტრუქტურა, რაც მოეწყო დაშბაშის კანიონზე. მოგეხსენებათ, წალკის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურა გაიხსნა, ასე ვთქვათ, 2022 წელს. ის მოიცავს ვიზიტორთა ცენტრს, შუშის ხიდს, რომლის შუაგულში არის ჩვენი ბრილიანტის კაფე-ბარი, ფორმის კაფე-ბარი, სხვადასხვა ატრაქციებს, ბაიკლაინი, საქანელა, გვაქვს რესტორანი, ასევე ჩვენ უკვე ფუნქციონირებდა 62 ვილჰაუსი, გვაქვს 54 ნომრიანი სასტუმრო, 43 ლუქს ნომრით, ჯამში 57 ნომერი გვაქვს, უკვე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს და ოფიციალური გახსნა იგეგმება ზაფხულის დასაწყისში. სიახლე კი ის გვაქვს, რომ ხსნით ახალ უდიდეს პარკს, რომელიც მოიცავს გიგანტურ ჩამოსასრიალებელ სლაიდებს, გვაქვს სხვადასხვა სახის ატრაქციები და რაც მთავარია, აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ტრასაზე მოწყობილ კარტინგებსაც შევთავაზებთ ჩვენს სტუმრებს უკვე წელს. ეს ძალიან საინტერესო პროექტია. დაახლოებით რა პერიოდისთვის იგეგმება ამის გახსნა და უფრო ვრცლად რომ ვთქვათ ამ სიახლის შესახებ. ეს იყო თავიდანვე დაგეგმილი თუ მერე გაჩნდა უკვე ამის იდეა? ვინაიდან ჩვენი რეზორტი წლიდან წლამდე სარგებლობს უკვე ძალიან დიდი პოპულარობით და წინა წელთან შედარებით უკვე ჩვენ გვქონდა 25%-იანი ზრდა და ყოველწლიურად ეს დინამიკა კიდევ იზრდება, რა ძალიან გვახარებს და გვაძლევს იმის ინსპირაციას, რომ განვითარდეთ და კიდევ უფრო მეტი სერვისი შევთავაზოთ ჩვენს სტუმრებს. და ეს იდეაც უკვე გქონდა დიდი ხანია და ნელ-ნელა ვახორციელებთ. სასტუმრო, როგორც უკვე მოგეხსენებათ, გაიხსნა, სატესტო რეჟიმში მუშაობს, უკვე მივიღეთ რამდენიმე ინდივიდუალური და ჯგუფებიც კი, რომლებსაც ძალიან მოეწონათ ინტერიერიც, მოიცავს სპას, აუზს, საკონფერენციო დარბაზს და პარკი კიდევ უფრო მეტ სხვა სეგმენტს მოიყვანს ჩვენს ლოკაციაზე, როგორც არის ოჯახები და უკვე ბავშვებთან ერთად ველოდებით სტუმრებს საკმაოდ საინტერესო პარკი მოეწყობა განსხვავებული ესეთი ატრაქციებით. ეკატერინე, თუ არის წინასწარ ამის ასე ვთქვათ საუბარი შესაძლებელი, დაახლოებით რა ინვესტიციაზე საუბარი პროექტის განვითარების უკვე ამ ახალ ეტაპზე, რაც გულისხმობს მათ შორის სასტუმროს სრულად ამოქმედებას და შემდგომ უკვე პარკის პროექტს, რომელიც ასევე მასშტაბურია. დიახ, როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, ჩვენი ჰოლდინგის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიცია უკვე აჭარბებს 200 მილიონ ლარს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ობიექტებს, მაგრამ ყველაზე პოპულარული ამ ეტაპზე არის წალკის კანიონი და ჩვენი რეზორტი, კასლენდი და ინვესტიციის მოცულობაც იზრდება და შემდგომ უკვე შეჯამებულად შეგვიძლია წარმოვადგენ საუბარი უფრო დეტალურად. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ, რომ გასულ წელთან შედარებით უკვე გარკვეული პროცენტული ზრდა არის და გადააჭარბა, ასე ვთქვათ, ვიზიტორების აქტივობამ წალკის კანიონზე, თუმცა სასტუმროს ამოქმედებაც რომ შევაფასოთ, რამდენად გამოიწვია მოთხოვნა, რა დატვირთვით იმუშავა სასტუმრო და როდის მიიღო უკვე სატესტოდ პირველი სტუმრები? ჩვენ იანვრის 3-დან დავიწყეთ სატესტო რეჟიმში მუშაობა, საკმაოდ
ინტერესი არის ნამდვილად და ვიმედოვნებთ რომ უკვე სეზონისთვის, როდესაც სრულად ჩვენს დავაანონსებთ უკვე ოფიციალურ გახსნას, უკვე ძალიან ბევრი სტუმარი გვეწვევა, მაგრამ ინტერესი საკმაოდ დიდია და უკვე ყავდა ჯგუფი, რომლებმაც ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, ფიდბექი მოგცეს სასტუმროსთან დაკავშირებით და აუცილებლად დაგპატიჟებთ გახსნაზე და თავადაც შეაფასეთ ჩვენი სასტუმრო. რომ შევაჯამოთ, რამდენად გააჩინა კასლენდმა წალკის კანიონზე დანიშნულების ახალი ცენტრი, წერტილი? ნამდვილად, იმიტომ რომ ეს რეგიონი და მხარე არ იყო ესე პოპულარული დიახ და ჩვენმა რეზორტმა ძალიან ბევრი ტურისტი მოიზიდა და უკვე მიმდებარე ტერიტორიებზეც სტუმრობენ ჩვენი სტუმრები, არის ძალიან საინტერესო ადგილები, ტბები და სხვადასხვა ლამაზი ბუნებრივი ლოკაციები და შესაბამისად დიახ და ასევე ხელი შეუწყოთ ადგილობრივ მცირე მეწარმეებსაც, რომლებსაც სხვადასხვა საოჯახო სამზარეულოები მოაწყვეს, კოტეჯები ააშენეს და უკვე ძალიან ვითარდება ეს რეგიონი და ჩვენც ამაში უწყობთ ხელს და შემდგომ დავგეგმავთ სხვადასხვა ტურებს, რომ ჩამოვიდნენ ადამიანები უკვე დიდი ხნით სრულად აითვისონ და მოინახულონ ეს ლამაზი და საინტერესო ადგილები, რომლებიც არის. ძირითადად რომელი ქვეყნის დამსვენებელია ყველაზე მეტად აქტიური კასლენდთან დაკავშირებით, ვინ სტუმრობს რეზორტს და ადგილობრივების სტილი როგორია? შარშან ქონდა ზრდა განსაკუთრებით ინდოეთის მოქალაქეების მხრიდან აქტიურობენ ისრაელი, რუსეთი, არაბეთის ქვეყნებიდან საკმაოდ ბევრი ტურისტი ყავს და სხვა შორის ერთ-ერთი ბოლივუდის უდიდესი ესე ვთქვათ ფილმის რეჟისორი იყო ჩამოსული, რომელიც აღთოვანდა ჩვენი ადგილი და დაიგეგმა 2026 წელს ფილმის გადაღებაც კი ჩვენს ლოკაციაზე და ძალიან ბევრი ინფლუენსერი, ცნობილი ინფლუენსერი, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრობს და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც ერთ-ერთი უნიკალური, განსაკუთრებით ხიდთან დაკავშირებით არის ხოლმე ეს ემოციები, რომელიც მართლა შთამბეჭდავია თავისი ხედებით და პროექტი დიდ მოწონებას იმსახურებს და ამას მოწმობს ისიც, რომ მათ შორის სოციალურ ქსელში ხშირად ხვდება სხვა ადამიანის გამოხატული ეს დადებითი ემოცია და უკავშირი კასლენდის მიმართ. უკვე მომდევნო თვეებში როგორია აქტივობა? იდეაში კარგი ამიდები თითქოს წამოგვეწია, თუ იგრძნობა ჯავშნები, აი გაზაფხულისთვის რა ტენდენციაა? საკმაოდ იზრდება და ჩვენ მუშაობთ მარკეტინგული მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნებთან, გამოფენებზე ვიღებთ მონაწილეობას, გვაქვს B2B შეხვედრები და სხვადასხვა აქტივობები, რომ უზრუნველყოთ კიდევ უფრო და უფრო მეტი ადამიანის სტუმრობა ჩვენს ლოკაციაზე და დარწმუნებული ვარ, გაცნობებთ და ჩვენს ამას მივახწევთ, რომ ყოველწლიურად გავზარდოთ სტუმრების რაოდენობა ჩვენს რეზორტში. სასტუმროს ახლა რამდენი ადამიანის, ასე ვთქვათ, მიღება შეუძლია განთავსებას გულისხმობ, რამდენი ადამიანს იტევს ზოგადად საერთაშორისო პროექტი? როგორც მოგეხსენება, ჩვენ ასევე გვაქვს ვილჰაუსები, 62 ვილჰაუსი, თითოში შეიძლება მაქსიმუმ 4-5 ადამიანის განთავსებაც კი. სასტუმროში გვაქვს twin და ასე ვთქვათ, king ნომრები და გვაქვს 3 პენტჰაუსი, თავისი ჯაკუზით და ულამაზესი ტერასები, ხედებით და საკმაოდ ბევრი ადამიანის მიღება უკვე შეგვიძლია დაახლოებით 200-მდე და 250-ის ფარგლებში ოჯახებით შეგვიძლია უკვე უმასპინძლოთ ჩვენ სტუმრებს. თქვენ ახსენეთ ვილჰაუსები, რა განსხვავება კონცეფციაში შორის, სასტუმროსა და ვილჰაუსებს შორის? აი რა შეთავაზება მომხმარებლისთვის, სტუმრისთვის, რომელიც აკეთებს არჩევანს? უფრო ალბათ ოჯახებისთვის ვილჰაუსი იქნება უფრო მეტად კომფორტული, რადგან არის ორსართულიანი და შეიძლება უფრო დიდი ოჯახის განთავსება. რაც შეეხება სასტუმროს, უფრო ესე ვთქვათ, პატარა ნომრები გვაქვს, თუ არ ჩავთვლით პენტჰაუსებს, თუმცა თითქმის ერთი სივრცეა და შესაძლებელია უბრალოდ სურვილის და არჩევანის მიხედვით გააკეთონ სტუმრებმა უკვე ჯავშნა. რამდენად აქტიურია ღონისძიებების კუთხითაც? აი, თუ აკეთებენ არჩევანს, მათ შორის აი წყვილები, ქორწილისთვის, სხვადასხვა შეკრებებისთვის, კასლენდს რამდენად ირჩევს უკვე ქართველი ძალიან
ბევრი შემთხვევა გქონდა ხელის თხოვნის ჩვენს ლოკაციაზე, ვინაიდან ჩვენ არ გქონდა მანამდე საკონფერენციო სივრცე, ძალიან ბევრი მოთხოვნა იყო ამ მიმართულებით და სწორედ ესეც გახდა მიზეზი იმისა, რომ სასტუმროც ავაშენეთ, სადაც მოეწყო უკვე საკონფერენციო სივრცები, უკვე ჩვენთან ჩატარდა 2 ღონისძიება. გარდა ამისა, ზაფხულში გარე სივრცეში რამდენიმე ივენთი ჩავატარეთ, კონცერტიც, ყავდა დიჯეებიც და ახლა უკვე დახურულ სივრცეშიც ამინდის მიუხედავად კონფერენციები, team-building-ები და უფრო მრავალფეროვანი გახდა ჩვენი სერვისები მომხმარებლებისთვის და დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი სხვადასხვა სეგმენტი დაიწყებს. ახლა პარკიც ალბათ ძალიან დიდი мотиваციას, საერთოდ სხვა სეგმენტს მისცემს, კიდევ უფრო დიდ мотиваციას. ოჯახებით ველოდებით უკვე სტუმრებს, იმიტომ რომ პარკში იქნება უკვე ყველა ასაკის ბავშვისთვის გასართობის სივრცე. და ეს იქნება 2025 წელს, ხო? დიახ, ეს უკვე იქნება ზაფხულში. მოესწრება 2025 წლის პერიოდს. ეკატერინა, ფასებზე მინდა გკითხოთ, გამომდინარე იქიდან, რომ მუდმივად ყველაფერი ძვირდება გარშემო, შესაბამისად სასტუმროებს უჭირთ ხოლმე ფასების დაჭერა. როგორია ხოლმე ფასები? სეზონზე, არა სეზონზე ღირებულება საიდან სადამდე მერყეობს განთავსების ნაწილს? ძალიან რთულია, სწორად ახსენეთ, განსაზღვრა ღირებულების, ვინაიდან ახლა ჩვენ ფუნქციონირებთ სატესტო რეჟიმში, დაახლოებით ფასი მერყეობს $120-დან $150-მდე, თუმცა სეზონზე გეგმავთ ფასების გაზრდას, გვექნება პაკეტური შეთავაზებები და ვინაიდან ჩვენი რეზორტი მოიცავს ძალიან დიდ ტერიტორიას და სხვადასხვა სერვისებს და ძალიან საინტერესო შეთავაზებები გვექნება სტუმრებისთვის და დამატებით აუცილებლად ამის შესახებ ვისაუბრეთ უფრო კონკრეტულად და გაეცნობიან ჩვენს ვებგვერდზე და სხვა სოციალური ქსელის მეშვეობით სტუმრები. რა იქნება კასლენდის ბოლო დანიშნულების წერტილი? ძალიან რთულია ამაზე საუბარი. ანუ ეს იქნება პროექტი, რომელიც მუდმივად განვითარდება, ხო, როგორც ხდება. ნამდვილად ჩვენ გვაძლევს ამის შესაძლებლობაში ჩვენი სტუმრები, მოთხოვნა, სივრცე და ძალიან დიდი სიამოვნებით კიდევ უფრო მეტ სიახლე შევთავაზებთ ჩვენს სტუმრებს. რომ შევაჯამოთ ოპერირების პირველი წლებიდან, რას მიიჩნევთ მთავარ მიღწევად კასლენდის ჭრილში? თქვენი შეფასებით რა იყო ის მთავარი გამოწვევები, რაც ამ პროექტმა გადაჭრა და მთავარი გამოწვევები, რასაც უპასუხა? პირველ რიგში მოგეხსენებათ, ჩვენ მშენებლობა დავიწყეთ კოვიდის დროს და ძალიან ჩვენ ეს გამოწვევა შესაძლებლობად ვაქციეთ, იმიტომ რომ არც ერთი დღე არ გავჩერებულ ვართ და ძალიან მეტი ენთუზიაზმით და ძალისხმევით მუშაობდით, რომ კოვიდის დასრულებასთან ერთად გაგვეხსნა პროექტი და ამან ნამდვილად შედეგი გამოიღო და ძალიან დიდი ინტერესი გაჩნდა ჩაკეტილი ადამიანების ბუნებაში გასვლის სურვილი და თავიდანვე დავიწყეთ საკმაოდ ნაყოფიერად და მეორე რაც მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიღწევა ეს არის ადგილობრივი კადრების დასაქმება და ჩვენ ვართ ძალიან მადლიერი და კმაყოფილი ამ ადამიანების, რომლებიც არიან ძალიან შრომის მოყვარეები და ჩვენი წარმატება, რა თქმა უნდა, მათი დამსახურება არის და კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი ადამიანის დასაქმება გვსურს. 90% არის ადგილობრივი კადრი ჩვენს რეზორტზე, რაც ძალიან გვახარებს და მადლობა მინდა კიდევ ერთხელ თქვენი ეთერით გადაუხადოთ თითოეულ მათგანს ამ პროექტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი. დაახლოებით რამდენ ადამიანზეა უკვე საუბარი პროექტის გარშემო? მათი რაოდენობა ცხადია, სხვადასხვა მიმართულებით გაზრდასთან ერთად გაიზრდება კიდეც. რა თქმა უნდა, 200-მდე ადამიანი არის უკვე დასაქმებული და სავარაუდოდ კიდევ როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი გზით, მათ შორის მშენებლობის პროცესში, სერვისში, ოპერირებაში, საკმაოდ ბევრი ადამიანი იღებს უკვე მონაწილეობას და დებს თავის შრომას იმისთვის, რომ იამაყოს თავისი რეგიონი, განვითარდეს და ეს ძალიან კარგია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც კას გრუპი ახორციელებს, ეს არის უпростоრად ჯერ არ დაწყებულა პროექტის სამუშაოები, თუმცა ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი გულისხმობ ანძის მოდერნიზების პროექტს. მინდა მაყურებელს შევახსენოთ, აქ რა იგეგმება პროექტი, რა სითვალისწინებს და რა ეტაპზეა ახლა?
პროექტზეც საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობთ და რამდენჯერმე მოგვიწია ვიზუალური ნაწილის ცვლილება, თუმცა ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს თბილისის სატელევიზიო ანძა არის ჩვენი დედაქალაქის სიმბოლო, ჩვენ ძალიან ფრთხილად ვუდგებით ამ საკითხს და გავდივართ ძალიან ბევრ ადამიანთა სტრუქტურასთან სხვადასხვა შეხვედრებს და ვამუშავებთ პროექტს. ამ ეტაპზე დასრულებულია ვიზუალურ ნაწილზე მუშაობა. საკმაოდ რთული იყო, იმიტომ რომ თან გვინდა მოდერნიზებული ანძა, მაგრამ ეს არის ძეგლი და ძალიან მინიმალური ჩარევით მოგვეხერხებინა და ვფიქრობ უკვე მივახციეთ ამ ეტაპს. მერიასთან არსებული საბჭოს თანხმობით უკვე გვაქვს შეთანხმებული ესკიზური ვარიანტი, რომელიც უკვე მუშავდება, როგორც ტექნიკური საინჟინრო მიმართულებებით, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით, აგრეთვე ჩვენ ჩამოყვანილი ყავდა შიმანოვსკის ინსტიტუტის მთავარი ინჟინერი, რომელიც თავის დროზე მონაწილეობდა თბილისის სატელევიზიო ანძის მშენებლობაში და მისგანაც უკვე გვაქვს დადებითი რეკომენდაცია პროექტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, წერილობითი სახით და ყველა აი ამ პროცედურის დასრულებას ძალიან ვიმედოვნებ, რომ ბევრჯერ გავაჟღერებ, მაგრამ მართლაც რომ ესეთი პროექტია საპასუხისგებლო და ჩვენც ესე ვუდგებით და უკვე ძალიან მალე, საბოლოოდ 1 თვის ვადაში უკვე უნდა მივიღოთ მშენებლობის ნებართვა და პროექტის როგორც კი მივიღებთ ნებართვა, ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს გამოცხადებული, რომ დავიწყოთ მშენებლობა და 2 წლის განმავლობაში დავასრულოთ და შევთავაზოთ ჩვენ სტუმრებს, მოგეხსენებათ ვიზიტორთა ცენტრი მოეწყობა, პანორამული გადმოსახედი, ულამაზესი ხედები იშლება თბილისის ანძიდან და გვექნება ძალიან მაღალი კლასის სერვისით და მომსახურებით რესტორანი. კი ბატონო, თქვენ რა მოლოდინები გაქვთ პროექტთან დაკავშირებით? კასლენდის მსგავსად მოახერხებს რომ ანძა აქციოს ტურისტულ ცენტრად? მე ვფიქრობ, რომ თბილისის სატელევიზიო ანძა კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოიყვანს წალკის კანიონზე და პირიქით ეს პროექტი ალბათ არც ერთი ტურისტი ჩვენი ქვეყნიდან არ წავა, რომ არ მოინახულოს ჩვენი დედაქალაქის მთავარი სიმბოლო და სხვათა შორის ფუნიკულიორიდან ძალიან ახლოს არის წალკის კანიონი და ყველა იქ მისულ სტუმარს აუცილებლად შევთავაზებთ, რომ არ გამოტოვოთ. წალკის კანიონით მოინახულოს. და ეს იქნება რაღაცა ესეთი ტურისტული მარშრუტი და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ტურისტიც ჩამოვიყვანოთ ჩვენი აი ამ უნიკალური და მასშტაბური პროექტების. კი ბატონო. ეკატერინა, ამ პროექტთან დაკავშირებით თუ არის დაზუსტებული საინვესტიციო ღირებულება აქ გორაზე? ამ ეტაპზე ვერ გავაჟღერებ, ვინაიდან საბოლოო პროექტირება არ არის დასრულებული და ამის შემდეგ უფრო ზუსტ მონაცემებს მოგეხსენებთ. ჩვენი საუბარი მინდა გეგმებით შევაჯამოთ. რა გეგმები აქვს კას გრუპს საქართველოს ბაზარზე? რა იქნება შემდეგი? ჩვენი გეგმები არის ინოვაციური, მოთხოვნადი, საინტერესო, მასშტაბური პროექტების განხორციელება, როგორც უკვე ჩვენ ვისაუბრეთ და ჩამოვთვალეთ, დაწყებული საქმეები უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და სიამოვნებით გავაგრძელებთ ინვესტირებას საქართველოში და მე ვფიქრობ, რომ ბევრ საინტერესო პროექტი მარგალიტს სხვადასხვა რეგიონში შევთავაზებთ ჩვენს კას გრუპის მხრიდან. ეკატერინე, მადლობა ძალიან დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის, წარმატებები ყველა პროექტის მიმართულებით. განსაკუთრებით ანძის პროექტს ელოდება საზოგადოება და დარწმუნებული ვარ, აქაც ძალიან მაღალი იქნება ინტერესი და მომართვიანობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენი ინტერესისთვის, ჩვენი პროექტების და კომპანიის მიმართ და სიამოვნებით ყოველთვის გაგიზიარებთ სიახლეებს. აუცილებლად მადლობა კიდევ ერთხელ ეკატერინე თეოდორია კას გრუპ ჰოლდინგის გენერალური დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი.